ამერიკა ახლა ევროპასთან ომის მდგომარეობაშია, მხოლოდ ასე შეგვიძლია მიმდინარე კვირას განვითარებული მოვლენები აღწეროთ. ამერიკის ახალი სტრატეგია ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირს სრულად უგულებელყოფს, ისევე როგორც უგულებელყოფს ნატოს გაფართოების იდეას და გამორიცხავს ამერიკული და ევროპული ჯარების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობას. და ეს ყველაფერი მხოლოდ 4 შაბათს მოხდა. მოგვიანებით პარასკევს ნამდვილი სიტყვიერი ომი შედგა ევროპელებსა და ამერიკელებს შორის. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ილონ მასკი, ტრამპის ნდობით აღჭურვილი ერთ-ერთი პირი 150 მილიონი ფუნტით დააჯარიმა X-ზე ცენზურის წესების გაუთვალისწინებლობის გამო. მასკი რასაკვირველია ჯარიმის გადახდას არ დათანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც იცენზურებს თავს, როდესაც ისრაელზე ხმას არ იღებს. მას არ სურს ევროკავშირი ცენზურის პოლიტიკას თავს ახვევდეს და სწორედ ამიტომ საპასუხოდ ევროკავშირის კომერციული ანგარიში X-ზე მთლიანად დაბლოკა. მასკმა დაიწყო ის, რასაც ჩვენ ერთგვარი ჯიჰადი შეგვიძლია ვუწოდოთ ევროკავშირის წინააღმდეგ. მან არაერთხელ მოუწოდა ევროკავშირის დაშლისკენ, რასაც ნებისმიერი საღადმოაზროვნე ადამიანიც დათანხმდებოდა. მასკი საკუთარ ბრძოლაში ევროკავშირის წინააღმდეგ მარტო არ არის. მოგვიანებით ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა JD Vance-მა განცხადება გააკეთა, სადაც დაგმო ევროკავშირის მიერ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ევროპელები ამერიკულ კომპანიებს უსამართლოდ ეპყრობიან. განცხადების ბოლოს ვენსმა ევროკავშირს მოუწოდა გადაეხედათ მათი გადაწყვეტილებისთვის, თუმცა არავინ იცის ბრიუსელი ასე მოიქცევა თუ არა. თუ ევროკავშირი მართლაც შეცვლის გადაწყვეტილებას, ეს კიდევ ერთი მანიშნებელი იქნება, ვინ არის აქ მამიკო. ეს არ არის მაკრონი, არც ფონ დერ ლაიენი, არც კაია კალასი. ნამდვილი მამიკო ვაშინგტონშია და ის ოვალურ კაბინეტში ზის. თუ დაჯარიმების გადაწყვეტილება მოქმედი დარჩება, მაშინ ამერიკა ევროკავშირის წინააღმდეგ ნამდვილ ომს წამოიწყებს. If they reconsider, they're only confirming who is the daddy. And it ain't Macron, it ain't von der Leyen, it ain't Callas. The daddy is in Washington. If they don't reconsider and abolish the fine, the American administration itself will go to war with them. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.